ინოვასთან დაკავშირებით მომლოცველები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ბოდბის დედათა მონასტერში შეიკრიბნენ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წირვალოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა სხვა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა ზიარების შემდეგ კი მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღეც მიულოცა. და დავაკვირდეთ იმას, თუ რა მოიმოქმედა პატარა გოგონა, ხო? მე ვიდა და მეფე არ იყო მართლმადიდებელი, ვიცით ყველა რომ კერპებს და ღმერთის მაგირას სხვა რამეს ემდა პატივს, მაგრამ ამ გოგონამ მოახერხა ის, რომ მოაქცია და დღეს მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ასევე მოციქულთა სწორები არიან და რა მოხდა მაშინ? საქართველო გაქრისტიანდა, უდიდესი რა მოხდა. ერი გაქრისტიანდა და ქართველთა განმანათლებელები არიან. კი მოხდა მცხეთაში ნათლობა, მაგრამ მთლიანად საქართველო მიიღო მაშინ ქრისტეს ნათელი. და დღემდე ჩვენშია და ასევე იქნება ჩვენთან იქნება. ამას უნდა გავურთქილდეთ. ნინოების დღესასწაულთან დაკავშირებით ბოდბეში წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში აღევლინება წირვა. მინდა ამ ულამაზესი ადგილიდან ნინოების დღესასწაული მიულოცო კახის და სრულიად საქართველოს. ყველა ქართველისთვის, ყველა მართლმადიდებლისთვის ეს არის განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ ყველას გვჯერა და გვწამს და ველოდებით წმინდა ნინოსგან მადლსა და ბარაქას